მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრის დროს ყურადღება გამოხულდა საბაჟრო ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა სინგაპურის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნათქვამია ინფორმაციაში. ტერორი საქართველოში, რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ. ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახოს ანაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაპატიმრება კანონი კი არა, სუფთა ავტორიტარული პარანოია, წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟეძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახოს ანაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ისტორიას არ ახსოვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მსგავსი მით უმეტეს თანადროული ინტერესის შუა კორიდორის მიმართ. ეს არის აქამდე არნახული და სრულიად უნიკალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შესაძლებლობა საქართველოსთვის. ნორმალური ხელისუფლება ამ მომენტს დაუყოვნებლივ გამოიყენებდა ქართული ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების წინწასაწევად. ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველო ლელოს საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა. გეგელიას თქმით, საქართველო ერთ დროს იყო ერთადერთი სახელმწიფო, ვისაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და გერმანიასთან. დღეს კი ეს მოცემულობა საპირისპიროდ არის შეცვლილი. მისივე განცხადებით, სამხრეთ კავკასიამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი ნამდვილი მშვიდობისკენ, მაგრამ ეს მოხდა საქართველოს გარეშე, რადგან რუსულმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა პერსპექტივის რელსებიდან უპერსპექტივობის ჭაობში გადაჭეხა. პირველად ისტორიაში გერმანიამ აზერბაიჯანი დაასახელა სტრატეგიულ პარტნიორად და პარალელურად აღრმავებს ურთიერთობებს სომხეთთან. ეს არის ევროპის წამყვანი სახელმწიფოს და წამყვანი ეკონომიკის სრულიად ახლებური ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. კირცხალიამ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა. კარგად ვხედავდით, სრულიად გაუხსნელ თავდასხმებს აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან. ტრამპის პოლიტიკასთან გვაქვს ყველა პოლიტიკურ ღირებულებაში თანხმედრა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მედიების მიმართ. იცით, რომ აშშ-ის ბევრი საგარეო გამოწვევა აქვს. ამ ყველაფერთან ერთად ვისმენთ რიტორიკას სუვერენული პოლიტიკის გატარების შესახებ მსოფლიოში. უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო. თუ ამას მხარს დაუჭერს აშშ, ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავაბრუნოთ ის საყრდენი საქართველოში, რომელიც საყრდენიც ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატები, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ ის რაც საქართველოს თავს ხდება, წლების შემდეგ პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ кейსად შევა. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ადრე თუ გვიან ყველა მივა იმას, რომ ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა. პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობა სინგაპურთან. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი გამოცდილების გაზიარება შეუძლია სინგაპურისგან. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სინგაპურს შორის ბიზნესისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმების მიხედვით ქვეყანაში 90-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს. ამდენი პოლიტპატიმარი არ ყავს არც პუტინს, არც ლუკაშენკოს. ამ ტენდენციით ივანიშვილის რეჟიმი მალე გადაუსწრებს საბჭოთა საქართველოს მემკვიდრეობას. ამის შესახებ ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ქართული ოცნების რეჟიმმა მოძალადე და დამნაშავე სამართალდამცავი სისტემა შექმნა. სიორიძის შეფასებით პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ
უყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ამისი ფორმა. სასამართლოს გზით გამართლდებიან, შეწყალება იქნება თუ სხვა. ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განახლებული ანგარიშის მიხედვით 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. მათივე განმარტებით საერთაშორისო სტანდარტით ერთი კრიტერიუმის არსებობაც კი საკმარისია. დოკუმენტი აერთიანებს პოლიტიკური პატიმრების განახლებულ სიას, მათ ბრალდებებს, სასჯელის ვადებსა და კონკრეტულ კრიტერიუმებს. ზაფხულის ცხელდღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია. ესენია: პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება, სწორად მომზადება და სუფთა ხელები. პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზასაკვების განცალკევებით განთავსებას. მზასაკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა. ხელების ხშირი და გულდასმით დაბანა საპნითა და წყლით განსაკუთრებით საკვების მომზადებამდე და ჭამის წინ. აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობ ტანკერებს დაარტყეს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ჰუსიტების განცხადებით, საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში 2 ნავთობ ტანკერს, ენსელიასა და ლეილას შეუტიეს. როიტერსი წერს, რომ ჰუსიტების მიერ ნავთობ ტანკერებზე იერიშები ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით ახალ პრობლემებს შექმნის. იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა მიმდინარე კვირის დასაწყისშივე გამოაცხადეს. საზღვაო ბლოკადის გამოცხადების შემდეგ 5 ნავთობ ტანკერმა ბაბ ელ-მანდების სრუტის გვერდის ავლის მიზნით წითელ ზღვაში კურსი შეიცვალა, ხოლო საუდის არაბეთის ნავთობით დატვირთული 3 ტანკერი უკან დაბრუნდა. აშიშის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას აშიშის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამერიკის ძალებმა ირანის სამხედრო სამიზნეებს დაარტყეს, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, სანაპირო სათვალთვალო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. დარტყმები კიდევ უფრო ამცირებს ირანის შესაძლებლობას თავს დაესხა სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს. აშიშის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე თვეში ამერიკულმა ძალებმა ხმელეთზე ირანის ათობით სამხედრო ობიექტს დაარტყეს. ზღვაზე კი ირანის ბლოკადა განაახლეს. ცნობისთვის, აშიშის ძალები ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს ზედიზედ 12 დღე ახორციელებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც სპარსეთის ყურის სამეფოს საშუალებას მისცემს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა განავითაროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის შეფასებით შეთანხმება არის მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც ამერიკულ კომპანიებს საუდის არაბეთის ბირთვული ენერგიის პროგრამაზე დიდ წვდომას მისცემს. შეთანხმების ტექსტი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ამერიკული მედია იუწყება, რომ დოკუმენტმა შესაძლოა საუდის არაბეთს მომავალში უკრაინის გამდიდრების საშუალება. ამასთან განცხადება გაავრცელა საუდის არაბეთის მთავრობამაც, რომელშიც ნათქვამია, რომ შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. საუდის არაბეთი წლების განმავლობაში აშიშის არაერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში აქტიურად ლობირებდა ამგვარი შეთანხმების მიღწევას. თუმცა ვაშინგტონს ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ჰქონდა. ქვეყანას უნდა ეღიარებინა ისრაელი, ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და მასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება მოეხდინა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთმა ბოლო დღეების განმავლობაში ცეცხლი გაუხსნა სუმცირე 3 სამოქალაქო გემს, რის შედეგადაც ეკიპაჟის 10-ობით წევრი დაიღუპა და დაშავდა. რუსეთს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება მძევლად ყავს აყვანილი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთმა სუმცირე 3 სამოქალაქო სატვირთო გემი დაბომბა. ეკიპაჟის რამდენიმე ათეული წევრი დაიღუპა და დაშავდა. დღეს უკრაინის შავი ზღვის საზღვაო დერეფანში არც ერთ გემს არ გაუვლია. ზუსტად მოსავლის პიკის დროს. ეს მიზანმიმართული ეკონომიკური და ჰუმანიტარული ტერორია. წერა სიბიგამ სოციალურ ქსელში. მინისტრმა რუსეთის ქმედებები შეადარა ჰორმუზის სრუტეში ენერგეტიკულ მარშრუტებზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა მიზანმიმართულად ესხმის თავს გლობალურ სასურსათო ბაზრებს. სიბიგას თქმით, თუ ეს ტერორი გაგრძელდება აფრიკაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში, მილიონობით ოჯახი შესაძლოა ფასების მატებისა და შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.